tears when things were so complicated. I wish I could go back there again and never. ქალბატონებო, თუ ერთ მშვენიერ დილას უჩვეულო შეგრძნებებით გაიღვიძებთ და აღმოაჩნთ, რომ გულისრევა ან თაუბრუსხვევა გაქვთ, ყოველ შემთხვევისთვის ორსულობის ტესტი იყიდეთ და ამ ყველაფერთან ერთად თუ მადაც მოგემატათ, სარძევე ჯირკვლებით გაგიდიდეთ და ყველაფერს მძაფრად აღიქვამთ, მაშინ გილოცავთ 9 თვეში თქვენ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება. ორსულობის პირველ თვეებში, როგორც ქალის ფიზიოლოგიაში, ისევე მის ფსიქოლოგიაშიც ძირეული ცვლილებების პერიოდია. ამ დროს მომავალი დედები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან, რადგან მათ ხელში ახალი სიცოცხლე ჩნდება. ბევრი კი ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის. შვილის დაბადება ქალის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, საოცრად ლამაზი და სასიამოვნო პროცესია. მიუხედავად იმ დიდი სტრესისა და დისკომფორტის, რომელიც ორსულობას ხშირად თან ახლავს ხოლმე, ეს ძირითადად სტრესი და დისკომფორტი განპირობებულია მოსალოდნელი მშობიარობის შიშის გამო და პირველი მოსალოდნელი შეხვედრის გამო დედას და შვილს შორის. როგორც ორსულს, ისე მის გარშემომყოფებს უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, ამიტომ ორსულს ესაჭიროება არა მკურნალობა, არამედ მოვლა და ხელის შეწყობა, გაფრთხილება. ექიმები ამბობენ, რომ დედამ შვილის ზრდა განვითარებისთვის ორსულობის ადრეული პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს ზრუნვა. პირველ რიგში სასურველია მთელი 9 თვის მანძილზე მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში იცხოვროთ. მომავალო დედებო, არ აღელდეთ ზედმეტად და ეცადეთ, რომ ბევრი იკითხოთ, მოусმინოთ მუსიკას და აკეთოთ მხოლოდ თქვენი საყვარელი საქმე. ორსულს დღე-ღამეში უნდა იძინოს არანაკლებ 8-9 საათის. უნდა შეუწყოთ მშვიდი გარემო, უნდა ავაცილოთ სტრესები, იმიტომ რომ ეს დედა-შვილი არის ერთი მთლიანი ორგანიზმი. როგორც ბიოლოგიურად, ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად, ანუ დედის ნებისმიერი განცდა ადეკვატურად აისახება პატარას მდგომარეობაზე. ორსულობის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. სხვა შემთხვევაში იმუნიტეტი დაგისუსტდებათ. არ მიიღოთ რაფინირებული კონსერვანტებითა და საღებავებით გაჯერებული პროდუქტები. შეადგინეთ სწორი რაციონი, რომელშიც აუცილებლად შევა ნატურალური რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, რომ შიმშილი და მკაცრი დიეტაც კატეგორიულად აკრძალულია. ორსულმა ქალმა აუცილებლად უნდა შეამციროს კოფეინის მიღება. კოფეინი შეიცავს ისეთი დაკვები, როგორიც არის ყავა, კოკა-კოლა, შოკოლადი. პირიქით ამ დროს ორსულმა უნდა იკვებოს ვიტამინებით მდიდარი პროდუქტით და აუცილებლად კალციუმით გაჯერებული პროდუქტები. ზედარძის პროდუქტები, მაწონი, ყველი, ხაჭო, ბოსტნეულიდან კომბოსტო, ისპანახი, ოხრახუში, ხილიდან უფრო მოცვი, მარწყვი. ორსულობისას ვიტამინებსა და მიკროელემენტებზეც ორგანიზმის მოთხოვნილება მატულობს, რადგან ამ დროს მთელი ენერგია ბავშვს მიაქვს. გახსოვდეთ, ნებისმიერი ვიტამინის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული. რაც არ უნდა უნებელი იყოს, ეს აუცილებელია შეთანხმდეს პირად ექიმთან. ქალბატონებო, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელი იყოს, უარი უნდა თქვათ მავნე ჩვევებზეც, მოწევასა და ალკოჰოლზე. კარგი იქნება თუ დილით და საღამოს მსუბუქ ვარჯიშებს გააკეთებთ და სუფთა ჰაერზე ბევრს ისეირნებთ. წეվել ორსულში ნაყოფის ზრდაგანვითარების შეფერხება ხდება, შესაბამისად იბადება მცირეწონის ახალშობილი და ადეკვატურად უფრო მეტი პრობლემები ექნება ჯანმრთელობის მხრივ. ორსულობის პერიოდში არ ასწიოთ მძიმე. ეცადეთ, რომ არ იაროთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. არ უყუროთ საშინელებათა ფილმებს. ერიდეთ გაციებასა და გრიპს. ერიდეთ მკვეთრ და სწრაფ მოძრაობებს.